მოგესალმებით. გიორგი შემოგვიერთდება. გამარჯობათ. მოგესალმებით. მონატრებულო, მაყურებელო. ეს ჩვენი მესამე ეპიზოდია გია. მინდა თავიდანვე გითხრათ, რომ გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაალაიქეთ და კომენტარებში მოგწერეთ, ეს მნიშვნელოვანია. გვაინტერესებს თქვენი აზრი, თქვენი შეხედულებები და თავიდანვე მინდოდა მეთქვა და გიაც დამეთანხმება ხო, რომ ჩვენ ასე ვთქვათ აკადემიურ კრიტიკას არ ვეწევით, ასე ვთქვათ, არ განვიხილავთ მხატვრებს მათ შემოქმედებას, როგორც მხოლოდ ესე კრიტიკოსების თვალსაზრისით რაღაცა აკადემიური კუთხით მხოლოდ არა. ეს არის შეხედულებები ორი ადამიანის მხატვრობაზე, თავიანთი ხედვა და რამდენად ეს პროფესიონალური, რამდენად უახლოვდება აკადემიურს თუ შორდება, ეს თქვენ თვითონ შეაფასეთ. ასე ვიტყოდი. იმათონო დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ლეონარდო და ვინჩიზე, შევეხებით რენესანსის თავისებურებებს. ბევრი გწერდა ჩვენ რომ და ვინჩიზე უნდათ საუბარი და ეხლა როგორ დაიბადა, სად დაიბადა, ვისი შვილი არ გვინდა პერიფერიებში შესვლა. პირდაპირ მის ფენომენზე, მის დამოკიდებულებებზე, მის საქმეებზე და ნახატებზე გავამახვილებთ ყურადღებას. ერთ რამ ცხადია, ეს ადამიანი ითვლება ნომერ პირველ ფერმწერად და მხატვრად და არა მარტო. მხატვრად, საყოველთაოდ ცნობილია მისი ინტელექტუალური შესაძლებლობები მრავალ სფეროში. ცხადია ეს, მისი ნარკვევები და შეხედულებები დღესაც კვლევის საგანია სამეცნიერო წრეებში. ჩვენ მაინც მხატვრობის კუთხით წამოვალთ და ხაზს გავუსვამთ იმას, თუ რით გახდა ეს ადამიანი ასეთი ფენომენალური, რომ ასე შეგვიყვარდა ყველას და პირველ კლასელმაც კი იცის ვინ არის. კი. ლეონარდო და ვინჩი. მართლაც. თუმცა მაინც პატარა გადახვევა რო გავაკეთოთ. ერთ-ერთი მხატვარი განიხილავდა ლეონარდო და ვინჩს და იქ გაკვირვით თქვა, რომ დედამისი არის ეჭვი, რომ ქართველი იყო, შეიძლება ქართული გენიც იყოს მასში. ეს თავიდანვე იუმორის ხასიათი თუ დავდგებოდით არ მეგონა. ხო, ასეთი ეჭვი გამოითქვა. კი ბატონო. არსებობს ეგეთი ვერსია. ხო, ნეფერტიტის ქართველი იყო და ექიმი ჰაუსი ქართველი იყო და ესე შემდეგ. გენიოსის ფენომენი. ანუ როგორი იყო ხო დაუშვათ ლეონარდოს ეს ნიჭი შეძენილი იყო თავის თავზე მუშაობით შეიძინა ეს მრავალფეროვანი ნიჭი თუ თანდაყოლილი. და საინტერესო შეკითხვა გიორგი და ძალიან ძნელია ცალსახად ამაზე პასუხის გაცემა. ალბათ შეიძლება ითქვას, რომ ორივე ერთად. და ზოგადად ფენომენალური ადამიანების შეფასება და მათი რაღაც სრულყოფილად დადება იმ ყველაფრის თუ როგორ და რანაირად ხდება ეს ძალიან რთულია. მით უმეტეს როცა ეს ეხება ხელოვნებას, თვალსაჩინო იმდენად ფართოა აქ. რაიმე რეზიუმამდე მისვლა ურთულესი მისია ჩვენთვისაც და ზოგადად კაცობრიობისთვის. მაგრამ აღსანიშნავია, რომ ამ ადამიანში იყო არადამიანური შრომა, რამაც ის მიიყვანა დიდებამდე ამ კუთხით, ამ ჭრილით თუ განვიხილავთ და აშკარა კიდევ მისი რაღაცა ღვთაებრივი ნიჭი. იმიტომ რომ ეს უკვე პატარაობიდანვე გამოავლინა მან და ისეთ რაღაცებს ქმნიდა, ანუ ხელოვნება მისთვის არ იყო მხოლოდ ფერწერა რო ავიღოთ, ფერწერა არ იყო მხოლოდ გამოხატულების, თვითგამოხატულების საშუალება. კი. ეს იყო მისთვის მეცნიერება და ამის თვალსაჩინო მაგალითი არის მონალიზა. ამაზე კიდევ შევეხებით ამ საკითხს. მართალი ხარ.
უშუალოდ ადამიანი რომელიც ბევრს შრომობს რომ რაღაც შექმნას ეს რამდენად აი მისასალმებელია თუ აუცილებელია რომ ნიჭი გქონდეს და ეს შრომა საზრი არ აქვს რომ რაიმე ღირებული შექმნას აი მან როგორ ეთყობა გიო იცი ადამიანს ეთყობა სადაც შრომაა და პროცენტულად დაბალია ნიჭიერება ეს მის ნამუშევრებში ეთყობა დაუნჩის შემთხვევაში აი იმდენად თანაბარია ეს იმდენად თანაზომიერია ჩემის მოსაზრებით რომ ძნელია გამიჯნო ფერწერა და მეცნიერება ერთმანეთისაგან. იმიტომ რაც მონალიზაში შეიქმნა მაგალითად ნახატში, ნუ ახლა ზოგი ხვამბობს რომ განსაკუთრებით ის ხალხი ვინც დილეტანტის დონეზე აქვს შეგრძნებები ხელოვნების მიმართ ამობენ რომ ეს ნახატი მოიპარეს რამდენჯერმე შემდეგ უკან დააბრუნეს ნუ სკანდალები მოკლედ ესე ვთქვათ სკანდალური ნახატია და შესაბამისად მისი თამასა როგორც ასეთი მხატვრისაც ამ რაკურსში წამოიწია მაგრამ ეს სასახად შემიძლია ვთქვა რომ ეს ასე არ არის იმიტომ რომ ნახატში იმდენად დიდი მეცნიერება დევს ნუ შევეცდები ახლა ძალიან მარტივად გადმოვწე ეს რით არის განსაკუთრებული ეს და ვინჩის ნახატი და რატომ მონალიზას რატომ შევეხე თავიდანვე და დასაწყისშივე იმიტომ რომ საინტერესო იმიტომ რომ თვითონ და ვინჩზე ვიგებთ ბევრ ამას პერსონალურად ვიგებთ და ვინჩზე ბევრ ამას და ნახატი გვეხმარება ამ პიროვნების უფრო კარგად გაგებაში. ნუ პირველ რიგში ეს იყო მხატვარი, რომელმაც მონალიზაში შეძლო დახატა სფუმატო, ეს მეცნიერული ტერმინია კი, ჰაერის გამოსახვა. ნუ ჩემსა და შენ შორის გვაქვს მანძილი. კი. და ამ მანძილში თავისთავად არის ჰაერის გარკვეული რაოდენობა. რომელი ჰაერის გარკვეულწილად ფერს იძლევა ფენას. კი. ანუ შენამდე ეს ჰაერი უნდა დავხატო. ეს იყო და ვინჩის მიგნება. და მართლაც ნახატს რომ დააკვირდები განსაკუთრებით ორიგინალს. ეს მსუბუქი ტონალობა, მსუბუქი ნისლივით იგრძნობა. რაც ნახატს ძენს ჰაეროვანს, ნუ სწაული შესახედია რა. აი ისეთი განცდა გეუფლება, თითქოს აი სადაცაა მოძრავდება პორტრეტი. საინტერესოა. ნუ ახლა იქ კიდე რაღაცა ლომის გამოსახულება, ის მაიმუნის და აღარ მინდა ახლა ასეთი რაღაცეებში შესვლა. მონალიზას ღიმილი, ასე თქვა. ხო, ნუ ღიმილი კიდე ცალკე ანუ თვალებს თუ შეხედავ მარტო თვალებში ინიციალებია, ხო იცი? ლეონარდო ლეონარდო და ვინჩი. პირს თუ შეხედავ, ხოლმე შეიძლება ღიმილად არ მოგეჩვენოს, მაგრამ თუ თვალებს და პირს შეხედავ ერთდროულად უკვე ღიმილად აღიქმება. ეგ უფრო როგორ არის, იცი? ანუ რატომ მოუნდა ამდენ ხან ხო 12-13 წელი ხატა ერთი ნახატი. კი. განა ეს იმას კი არნიშნავს რომ 24 საათი ხატა და 12-13 წელი ხატა და არა. ნუ როგორც აღნიშნე ზემოთ ის სხვა საქმეებით იყო დაკავებული მეცნიერულ კვლევაძიებებში, იყო ინჟინერია, არქიტექტურა, ნუ რა ვიცი ყველაფერში. და შესაბამისად, როცა დროს ნახულობდა, მთელი გულით ცდილობდა გაეკეთებინა რაღაცა პიკი მისი შემოქმედების, ფერწერის ჟანრში ამ შემთხვევაში და ეხლა როგორი მომენტია, რაც შეეხება ღიმილს. ეს არის მომენტი, როდესაც მომენტუმი დაჭერა მიმიკის, რომელიც მნახველზე ახდენს გავლენას. და მნახველის ემოციიდან გამომდინარე ნახატი ღებულობს უკავშირს. აჰა. ეს ახლა რამდენად გასაგებად ახსენე. ანუ ერთ და იგივე ადამიანი შეიძლება შენ შეხვიდე, თუ შენ ცუდ გუნებაზე ხარ. მოგეჩვენება რომ ნახატი არის რაღაცა უჟმური პორტრეტი, თუ შენ პოზიტიურ და მაჟორულ განწყობაზე ხარ, ნახატიც რაღაცა თითქოს იღიმის და ასეთი
რაღაც შექმნა ამ კაცმა და ამის შექმნა მოდით შევთანხმდეთ იმაზე, რომ ეს სდება მხოლოდ ფერწერის ტექნიკას. აქ აშკარა მეცნიერება. მართალი ხარ. მისი ეს ცნობის მოყვარეობა, დაუღალავი ინტერესი, ხო? თავის შედეგს იღებს საბოლოო ჯამში და ყველა თავის დარგში განსაკუთრებულ ნიმუშს ქმნის, ხო? ის ხო არ ეძინა მაგრამ დღე-დღე მუშაობდა. ძალიან ცოტა ეძინა. არ მინდა ახლა დამკონკრეტდე რამდენიმე 2-3 საათი დღე-ღამეში და დანარჩენი სულ შრომა, სულ რაღაცის გამოგონება, სულ მithumetes ფერებზე, რამდენს მუშაობდა. ტონალობებზე და ანუ ფერს ის განიხილავდა როგორც ჩვეულებრივ როგორც ბუნებრივი მოვლენა არ იყო მისთვის ფერი. ხო. ეს იყო ამოცანა, რომელიც უნდა ამოეხსნა. კი ბატონო. საინტერესოა. და მეცნიერებით იყო დაკავებული, ხო? და ხელოვნება დაუშვათ და მეცნიერება მის ცხოვრებაში. იკვლევდა, სწავლობდა ადამიანის სხეულს, ანატომიას, გამოქონდა ცხედრები, გვამები მორგიდან, მე იკვლევდა შიგნეულებს და მე უკვე ხატავდა, ხო, იცოდა რომელი ორგანო სად აქვს და უფრო მის სრულად გადმოცემაში ეხმარებოდა, ხო, რამდენად ჭირდება ხატვარს მეცნიერების ცოდნა, რომ კარგი ხელოვანი შედგეს, კარგი ხატვარად ჩამოყალიბდეს, თუ ეს არ არის აუცილებელი, ას ფიქრობ? კი, ჩემი აზრით ეს აუცილებელია, იმიტომ რომ აკადემიური ცოდნა ბრჭყალებში მარტო აკადემიისთვის კი არ კეთდება. კი. უბრალოდ სრულყოფისთვის. პრინციპში გიორგი, ეხა ცოტა ისეთი ლირიული გადახვევა რომ მოახდინო, ზოგადად ჩვენი ადამიანების არსი მდგომარეობს სწრაფვა სრულყოფისაკენ. კი. ამას შესანიშნავად პასუხობს ერთი ცნობილი სიტყვა, ხო, ცივილიზაცია. განვითარება. და თუ გინდა განვითარდე, სრულყოფილებამდე უნდა მიიყვანო საქმე. კი. ანუ პროფესიონალი რით განსხვავდება დილეტანტისაგან, როგორც წესი. პროფესიონალს ბოლომდე მიყავს საქმე. და ეს იყო და ვინჩის კოდი, ასე ვთქვათ რა. რომ მას უნდა და ბოლომდე მieყვანა საქმე და იყოს სრულყოფილების ძიებაში. კი. და აი ეს მეცნიერება ამის საშუალებას იძლევა. კი. რომ აი სრულყოფილებას ჭირდება სქემა, ხო? აი როგორც ქრისტეს შემთხვევაშია, ხო? რა არის ქრისტეს იდეოლოგიის სრულყოფილების მთავარი თეზისი? ბიბლია. ბიბლია. ხო, მსგავსადვე თეორია აუცილებელია. თეორიის ცოდნა. ანუ თეზისი აუცილებელია იმისათვის, რომ პრაქტიკა მიიღოს სრულყოფილი სახე. ნამდვილად. ბევრი დაუსრულებელი პროექტი ჰქონდა, ხო, ლეონარდოს? ხო, აი ეგ მომენტი, რომ ვერ ასრულებდა, ეხლა წეგან ჩემ თავთან წინააღმდეგობაში რო არ მოვიდე. პროფესიონალის ბოლომდე მიყავს საქმე. აი ეს დაუსრულებლობის მომენტი იყო დროის უქონლობა. გასაგებია. და მისი დაუსრულებელი ნამუშევრებიც ეს ახლა ჩვენ მაგას სპეციალისტები ჩვენ ხვდებით და უშუალოდ მხატვრები რომ იქ რაღაცები კიდევ შეიძლება და გაეკეთებინა, თუმცა ამას სხვა თვალი ვერ ამჩნევს. მის ნახატები აბსოლუტური სრულყოფაა ფერწერის თვალსაზრისით. ნამდვილად. და დავუშვათ როგორ მოდიოდა ეს აზრები, რასაც ქვია წინასწარ ვფიქრობდა ვერტფრენის გამოგონებაზე, რაღაცა წყალქვეშა ნავი, რომელიც მე მოგვიანებით გამოიგონეს. ხო, ნახაზები მან შექმნა. პარაშუტი, რამდენი საკრავი, მუსიკალური საკრავები, ინსტრუმენტები. ეს მისი მხატვრობის სიყვარულიდან მოდიოდა, რომ გვახსნილი ქონდა გონება შემოქმედებითი თუ აი ტექნიკის სიყვარულიდან, რომ ეს
უყვარდა ასევე მას მეცნიერების გამოკვლევა, ფიზიკის კანონები, მექანიკა. რა არის იცი ზოგჯერ ადამიანები იბადებიან ასეთი გიო. კი. ახლა ცნობილი გამოთქმა რომ გმირებს ქმნიან ეპოქებიო. კი. არ შეიძლება ახლა ამას არ დაეთანხმა, მაგრამ არის კიდე თუ ჩავშლით იბადება ადამიანი ახლა რაღაცა აი რომელი მაგალითი მახსენდება იცი ახლა უცბად პარკინსონი. კი. დაავადება რომ არის ეს კანკალი. კი, ვიცი, ხო. ეგ როგორ მოხდა იცი მაგის აღმოჩენა და ამ დაავადებაზე მუშაობა. ერთი პატარა ბიჭი მამასთან ერთად მიდიოდა ქუჩაში. ხო და გაიარა ეს კანკალით ვიღაც მოხუცმა კაცმა. და მამამისს შეეკითხა ეს ბავშვი რომ მამა ბაბუას რა ჭირსო და მამამ უთხრა რომ ახლა რა უნდა აუხსნა ბავშვს ახლა რა ან როგორ უნდა აუხსნა და შვილო ავადარისო და ამ ბავშვში მოხდა შოკი ინფორმაციის დეფიციტით გამოწვეული შოკი. და იმდენად დიდი იყო ინტერესი. ახლა ბავშვი ქოცნებაში მიხვდა რომ ავად კი არის, მაგრამ მე სხვა შეკითხვა დავსვი. ხო. რა ჭირს ამ ადამიანს? კონკრეტულად. ეს ბავშვი გაიზარდა. დაიწყო კვლევა ამ დაავადების. ეს ექიმი არ გამხდარა. მაგრამ მისი კვლევის შედეგებს ეფუძნება დღეს პარკინსონის დაავადებასთან და დაავადების მართვა ზოგადად. და ამ დაავადებას ამ ბავშვის რომელიც გაიზარდა და კვლევა დაიწყო ამ გვარი იყო პარკინსონი. და ერქვა მისი სახელი საბოლოო ჯამში და დღესაც მისი თეორიებით ხდება მართვა ამ დაავადების. საინტერესო. ახლა რატომ მოვიყონე ეს მაგალითი გიორგი რომ იბადება ადამიანი რა კვლევისთვის. აჰა. იმდენად დეფიციტია ინფორმაციის რომ ეს თუ არ შეავსო აი რადაც არ უნდა დაუჭდეს. ამას შეავსებს. დაუნჩე შემთხვევაში მოხდა ეგ. აი როგორ წარმოგიდგენია უბრალოდ ინკვიზიციის პერიოდი. აი წარე ინკვიზიციის პერიოდი ანადგურებდნენ განსხვავებული აზრის გამო ხალხს. და ამ დროს შენ იკვლევ როგორც აღნიშნე გვამებს, ჭრი, იქ შინაგან ორგანოებს ყველას ცალ-ცალკე ხატავ რაღაცა კვლევებს აწარმოებ თან ამას პირდაპირ დებ ისე კი არ მალავ კაცო ყველა მიცის ეს მაგრამ ვერ ეხებიან იმიტომ რომ ეს დავინჩია ხო ფარველი ყავდა თავისი ხო კი და ამას გარდა აი როგორ უნდა რატომ უნდა მოიფიქრო წყალქვეშა გემი ან ტანკი იმ დროს ხიდიც უნდოდა ხო ეს სტამბულში ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ხიდის გაკეთება ხო ჯერ კიდევ როდის ხო რომელიც და გაიდუკიდეს ხო ეს დღესდღეობით არის ხო ეს აზრების დაბადება ხო ჩაულებრივი მუზა ასეთ ჩვენ ხელოვნებაში ვეძახით მუზას კი განსხვავდება კიდე იმისაგან რაც დავით სჭირდა მართალი ხარ ნუ მოდი ასე ვთქვათ ეს არის დაავადება ავად არის რა ადამიანი მოწამლულია ცნობის მოყვარეობით ხო ცნობის მოყვარეობით და აი ეს თუ არ დაიკმაყოფილა ისე ვერა მართალი ხარ აი გამოთქმა ხო არის რა სიყვარული რა არის ჩვეულებრივი ავადმყოფობაა რა კი გამოცდილი ხომ გაქვს კაცო კი მეც და ბევრს ხო ახლა ხო ვინც ვისმენს ხო ვისაც გამოცდილი აქვს ხო ის მაინც გაიაზრებს რომ ჩვეულებრივი ავადმყოფობაა ავად ხარ ცუდად ხარ აი როგორ შეიძლება ადამიანი როცა აღმაღლებულ განწყობაზე ხარ ვიღაცა გიყვარს ვიღაცას ლექსებს წერ სიმღერებს უმღერი და ამ დროს მე სახში მიდიხარ და ცუდად ხარ ხო იმიტომ რომ ეს არის ავადმყოფობა
ამ კონტექსტში. ხო, კაი გაგებით, ხო? ხო, კარგი გაგებით ბუნებრივია. რა სიტყვი იმაზე, აი მაგალითად მის გარემოზე კონკურენცია ქონდა მიქელანჯელოსთან. ორი გიგანტის შეკინება. უფრო სწორედ მიქელანჯელოს ქონდა კონკურენცია. მეტოქე ის უფრო აღიქვამდა, დავინჩი როგორი ფენომენია, იცი? მას არ ეცალა იმისთვის, რომ ვინმესთვის თავი შეედარებინა და ან ვინმესთან პაექრობაში შესულიყო. კი. ამისთვის არც დრო ქონდა და ის იმდენად დიდია როგორც ადამიანი, როგორც ფენომენი, რომ მისთვის რაღაცა შავ ლაქადაც კი იქცეოდა, ეგა ისტორიაში ჩაიწერებოდა მაინც. კი, ნამდვილად. იმიტომ რომ არსად არ წერია მსგავსი რამ, რომ აი ამიჯმა რაღაცა შეუთვალა, რაღაცა თქვა, რაღაცა კრიტიკული, ისეთი მოსაზრებები არსებობს, მაგრამ არ არის არსად ეს ისტორიულად დადასტურებული ფაქტი. აჰა. ერთი მახსენდება ის, რომ დიდი ლოდი მიუტანეს და დაიწუნა ამიჯმა, რომ რაღაც ბზარი აქვს და დაზიანებული ქვა იყო. დაახლოებით 14-15 მეტრიანი ქვა. და მე ეს მიქელანჯელომ გაიგო და მკუთებს უთხრა, რომ ის შეასრულებდა განაგებას და სოფაშოს დავითის განაგება ქვისგან გააკეთა. ისე გააკეთა, რომ ის ბზარი ააცილა. ამით ეს პრინციპში სურდა მიქელანჯელოს, ეს კი არ სურდა უფრო მეტად, რომ თქვათ, ჭირდებოდა. აჰა. მაგრამ პრინციპში ქანდაკებაში მართლა ალტერნატივა მიქელანჯელო, მაგრამ ყველაფერში ერთად მაინც. კი, ესია. დავინჩია. რაფაელზე რაფაელი სიტყვა ვარ თქვა არ შეიძლება ბოლო რენესანსს ვეხებით და რაფაელი ამ შემთხვევაში არის აი რა შევადარო ეხლა ამ წუთში რამ აი როგორც მუსიკაშია რა ეს ბახი მოცარტი ბეთჰოვენი სამეული განსაკუთრებით რაფაელი დიდებული რაფაელი ეს არის რაღაცა მშვენიერების აი სილამაზის ისა რა საოცარი აი მისი სინაზე მისი ფერი ძალიან ძლიერია კი და ძალიან განსხვავებულიც არის ხო კი პლასტიკა რაღაც საოცრება მისი დამოკიდებულება ზოგადად და სრულყოფა სხეულის სანდრო ბოტიჩელი ბოტიჩელი უფრო ვენეციული სკოლა რა ხდებოდა ხა ჩვენ ფლორენციელებზე ვსაუბრობ ასეთი გენიოსები დაიბადნენ რატო იყო ეს მოვლენა ძალიან ლეგიტიმურია რა მაგ შეკითხვა რა კი მაგიტომაც ეწოდა რენესანსის ეპოქა ამ დროს მარტო ხელოვნება ხო არა ჩვენ შევეხეთ უკვე მეცნიერება ლიტერატურა მაგ პერიოდში იყო ეს ყველაფერი რა რაც განვითარდა ვაჭრობა ხელოვნება და მართლა ეს უცნაურია ეს აი რა როგორ უნდა ახსნა ახლა ეგ ჩვენს პოდკასტში რა დავალება მომეციგიო ახლა როგორ უნდა ახსნა ამდენი ადამიანის ამდენი გენიოსის ერთად დაბადება ხო მაქვს მე ერთი ვერსია კი ჯერ შევეხებ იმას რომ ვენეციური სკოლა ეს ჯორჯონე ვაზარი და ეს რა ქვია ეს ვერონეზე უკაცრავად ბოტიჩელი ვენეციური სკოლა ძალიან დიდი სკოლა ამათთან და ხა ჩემი სუბიექტური აზრია ვერ მივა ფლორენციელებთან ვერ მივლენ ისინი მართლა ოღონდ რაფაელთან მიქელანჯელოსთან და დავინჩთან მაგრამ ისინი კიდეც აკე კი სხვა ხაზია და საოცრებაა პირდაპირ ჩემის აზრით აქ მოხდა რევოლუცია იმდენად რამდენადაც აი სამედიცინო ტერმინს თუ რახიტიული განვითარება თუ დავაკვირდებით ხო აი ყველა
მეხუთე საუკუნეში, ანუ 500 წლეულში რაღაცა დიდი ცვლილებები ხდებოდა. ვა. ძალიან დიდი. კი, ნამდვილად. ეხლა ნახე როგორ ჩვენთან თუ გვინდა მე-20 საუკუნის დასაწყისში რა მოხდა. ილია ჭავჭავაძე და ნუ არა, ახლა მთლად ეს ცოტა ეს უფრო გლობალურად რო შევხედო. წარმოგიდგენთ მთელი ქრისტეშობიდან 20 საუკუნის განმავლობაში ადამიანი გზავრობდა ეტლით. ვირი, ცხენი. უცბად ერთ საუკუნეში. ნუ ადამიანი წავიდა კოსმოსს გაცდა. ხო, გაიარა ეტაპები ინდუსტრიალიზაცია ასე შემდეგ. ხო, მაგრამ უცბად ერთ საუკუნეში მოხდა ეს. მედიცინა. დღესაც კაცობრიობის ისტორია მიაღწია მილიარდს. მე-20 საუკუნის დასაწყისში და უცბად ერთ საუკუნეში გახდა დაემატა 5-6 მილიარდი. რა ხიტიული განვითარება მოხდა კაცობრიობის. გეომეტრიულად პროგრესი ძალიან ჩქარჩქარა დაიწყო კაცობრიობა. ძალიან სწრაფად, არასოდეს დღეს ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში. დღეს ხო საერთოდ. ანუ ნახე რა მოხდა აშკარა რომ ხელოვნებს, ზოგადად ხელოვნება პირდაპირ კავშირში არის წინასწარმეტყველებასთან. მე-6 გზნობა. მეცნიერები დღეს ამტკიცებენ და მე რატომღაც მემხრობი ამას, რომ მე-6 გზნობა, ინტუიციის გზნობა, ეს არის თანაბრად დანარჩენ 5 გზნობასთან მიმართებაში. ძირითადად 5 გზნობასთან მიმართებაში, იმიტომ რომ საოცარი რაღაცა ეს ინტუიცია თუ დააკვირდები გიორგი. კი. აი რაც ტელევიზიაში გამოდის ფილმი რაღაცა, თუნდაც ფანტასტიკური. აი შემდეგ უკვე თითქოს გადის წლები და მას ხორცი ესხმება. რეალური ხდება. ხო, აი როგორ ხდება ეს? იმიტომ რომ ხელოვნება წინ უსწრებს დროს. კი ბატონო. ფერწერა ხო საერთოდ აჩერებს დროს. მაგრამ მთლიანობაში ხელოვნება შეუძლია რომ დროს გაუსწროს. კი, მართალი ხარ. საოცარ დროს ცხოვრობთ. ძალიან სწრაფად ვითარდება. დღეს იძახიან რომ ეს სახელმძღვანელობის შექმნაც უკვე ძალიან გაძნელდა, ბავშვად ეკონომიკის, ბიზნესის დარგში, იმდენად იცვლება გარემო, ტექნოლოგია, შრომითი პირობები, რომ დღეს რო დაწერ უკვე ხვალ შეიძლება იყოს დაწველებული. დღეს ფაქტიურად ლეონარდო რო ყოფილიყო დღეს, სად იმუშავებდა შენი აზრით, ვინ იქნებოდა? ისევ მხატვარი იქნებოდა თუ რაღაც შეიძლება ეკონომიკაში ყოფილიყო, ან ინჟინერიაში ყოფილიყო, ან მანქანები აეწყო, ან რობოტები აეწყო. ან საშინელ მდგომარეობაში ჩავარდებოდა მენანება ჩვენი ეპოქისთვის დავინჩი. კი, საინტერესო. იმიტომ რომ ეს რენესანსის ეპოქა სწორედ მაგაში ესაკუნა ნიჭის სასათბურე პირობები დღეს არ არის ასე. კი. აი შეიძლება მართლა საოცარი ადამიანი იყოს. ფენომენალური რაღაცები, მაგრამ იკარგება. ჩვენ ცხოვრობთ ეპოქაში, დროში, სადაც ხდება ნიჭების გაფლანგვა. კი. იმიტომ რომ არ იძლევა ამას დრო ამის საშუალებას შენ წეგან სწორად აღნიშნე, იმდენად სწრაფად და დინამიკურად მიდის პროცესები. უბრალოდ ნიჭის გამოვლენის სივრცე აღარ რჩება. უბრალოდ მშიერი დარჩები. თუ არა უწყებ ეხი და რაღაცა არ გააკეთე, აუცილებელით რომ დააკმაყოფილო ოჯახი და საკუთარი თავი. დენათ არა კაცობრიობა შეცვლილი, რომ აი ეხლა ხანს მქონდა ეგეთი შემთხვევა, ანუ ფიროსმანსა აქვს ხო, გახსოვს ხო? კარგად იცი შენ ეს მომენტი, რომ შევიკრიბოთ ხატრებიო, სვათ ჩაი, ვისაუბროთ ხელოვნებაზე. დიდი სამოვარი დავდგა, ეს ჩაი ასოცირდება დისკუსიასთან, საუბრებთან, რაღაც ატმოსფეროს ქმნის, რომ აი შენ რამეს მეტყვი, მე რაღაცას გეტყვი, ეს ჩაი ცხელია და ნელა გრილდება და ჩვენც უფრო ვსვავთ. წინა პოდკასტებში ჩვენ ჩაი გვედგა.
მომავალში დავდგავთ. კი. არა, ეს მაგალითად ჩინეთში ხო ჩაის მისი რიტუალი რელიგიაზევითაა რა. ეხლა მქონდა შეთხოვა, აგეთვე და ჩემი მეუღლე ვიყავით აგერ ბათუმში და ოფიციალურად შემომთავაზეს ეს ჩაი წაღებით გვინდოდა რა გზადაგზა. ყინულს ჩაგიგდებთო, ყინულის ნატეხსო. და თავიდან იუმორი მეგონა, თურმე მართლა რომ ესე იგი შენ უკვე თანამედროვე ადამიანს ეს ცხელი ჩაის დალევის სადა მაგის დრო ახლა ის გააციო. გააციო ამაშობაში ისაუბრო ან რაღაცა. ერთადერთი იმის ისა რომ ის სიცხე ჩავიდეს შენში და რაც შეიძლება კომფორტულად რო ყინული და გინდა მიიღე. ხო. და ეს პროცესი ამოღებულია, ხო? აქედან მიღებული სიამოვნება, რომ ტემპერატურა იცვლება, მე უფრო მეტად ცვალა. ეხლა აზიატიური ისა ხო ჩვენ როგორ ვიზრდებოდით რა? კი. კორპორატიული კულტურა როგორია ჩვენი ოჯახებში რა? ჭამის დროს მაგალითად საჭმელის ჭამის დროს უკაცრავად ძაღლით ჩერდება და ხო ამ იდეოლოგიით, მაგრამ ევროპულ კულტურაში პირიქით სხვანაირად არის. ეს რაღაც სუნაგობად მიიჩნევა, თუ გაჩერება მარტო ჭამ. და არაფერს არ ამბობ, იმიტომ რომ როგორ შეიძლება ეს დრო გაფლანგო. ხო. მაგრამ ამას გარდა ჭამის კულტურა, ხო, ცოტა თუ საუბრობ პატარა-პატარა ულუფებით უნდა თან საქმეზე უნდა ილაპარაკო. ეს დასავლური დამოკიდებულება. გახსნილი შეიძლება იყო ვინც კომუნიკაციის საშუალებაა. ვინც ინტერნეტად ჭამს, უფრო მეტი ნდობა გიჩდება და იყენებს ხალხი რა. მოკლედ ეს რენესანსის ეპოქა ეს ბიძგი გახდა დანარჩენი კაცობრიობისთვის, რომ მასზე დაშენებულიყო სხვა ცივილიზაციები. მართალი ხო, ლეონარდოს თითოს ერთ-ერთი მოსაზრებაა, რომ ამ რენესანსის ბოლო გვირგვინისავით არისო. ზოგი ამბობს, რომ არ რენესანსი მანამდე დასრულდა, ლეონარდო იყო ახალი ეპოქის დასაწყისი. ანუ ან რენესანსის ბოლოა, ან რენესანსის მერე წარმოქმნილი რაღაც ახალი ეპოქა, რატო რომ უკვე მეცნიერება, რაღაც ეს მრავალხრივობა, ინდუსტრიალიზაციის რაღაც მინიშნება ასეთი მოსაზრებებიც არის, ხო? ხო, ახლა ზოგადად რენესანსი ხო ეფუძნება ანტიკურ კლასიკურ ხელოვნებას. და ამათმა მაშინ ის გამოთქმა არსებობს, ხო, არქაული ღიმილი. კი ბატონო. რაღაც იმ დროს სახეები სხვანაირი ყველას ერთი სახე რაღაცა ისეთ, მაგრამ ამათმა ღვთაებრივი გახადეს. ღვთაებრივობა შეძინეს. ხო, ამათმა შეძინეს რაღაცა სული ჩაუდგეს რა, ეს მომენტი რა. მართალი ხარ. აი როგორც ადამიანის ახლა რაფაელის მინაშენ ხო მიქელანჯელო ხო ფორმაა რა. კი. და აი სულის დაბერვა შევადაროთ რაფაელს რა, მის ნახატებში, აი თითქოს აი და ეს ორივე ერთად და ვინჩი. აი ორივე შეეძლო გაიგეთებინა რა. ამიტომ არის ის უნიკალური და განსაკუთრებული ფიგურა ხელოვნებაში. კიდევ რომ შევეხოთ ორი სიტყვით იესო ქრისტემ როდესაც პური და ღვინო დაურიგა თავის მოწაფეებს და ეს რო დახატა საიდუმლოსერობის საიდუმლოსერობის ეძახიან. ძალიან ბევრი ახალი ტექნოლოგია გამოიყენა, როგორც ამბობენ. მან მოინდომა, რომ პირდაპირ კედელზე დაეხატა ზეთით და სამწუხაროდ ტექნოლოგიურად არც ისე გამართლებული გამოდგა. და ამიტომ ახლა ძალიან რთულია რესტავრაცია. თუმცა ძალიან ბევრი შრომა მიდის ახლა რესტავრაციაზე. თუმცა ისე ფაშისტებს როგორ გადაურჩათ, საკითხია თემაა კიდე ეგა. საიდუმლოსერობა კიდე მართლა საიდუმლოებით ამოცული. ყველა ფიგურა, ყველა ნატურა სათითაოდ დახატულია, სულ სხვადასხვა სახე არ მეორდება. კი.
12 მოციქულის. არსებობს ესეთი მოსაზრება, რომ ბევრი იწვალა იმაზე, რომ მოეძებნა ქრისტეს ნატურა, ვისაც დახატავდა ქრისტეს როლში. და მე ეს აღმოჩნდა თურმე იუდა. ხო, ანუ ვინც ქრისტეს როლში დახატა, მე ის აღმოჩნდა, რომ იუდას როლში დახატა ის ერთ და იგივე მამაკაცი არის, ნუ ასეთი მოსაზრება არსებობს. მე ნაკლებად ვარაუდობ ამას, მაგრამ არსებობს ასეთი საკითხული მაქვს და ნუ შემდეგ შეუძლია ცხოვრების ეს გალოთებულა ის კაცი და შემთხვევით ნახავს და წამოდი და ხატაო და გაკრას უნდა მე იუდა დახატა ხო ერთი ვის ვიცი მე რომ ბიოგრაფია ქართულ ენაზე ძველი წიგნი იქ იყო რომ ის ვინც პაპი აგზავნიდა ამ შეკვეთაზე რომ საყვედურებს ეუბნებოდა გას გაიწელა ოდის დაასრულებ და მაგარ მოგცემთ ჰონორარს და ასე შემდეგ ასე ვთქვათ რაღაც დონეზე უბიძგებდა და იმას უქმნიდა პრეს იმის სახე ეხლა კი ვიცი იუდას სახეს ვეძებდი აქამდე იმიტომ ვაგვიანებდი და ეხლა ვიცი ვინც იქნება იუდას სახეო აჰა შენ სახეს დავხატავ ხო ეს არსებობს ეხლა ესეთი ადამიანი როცა არის ბევრი სხვადასხვა მოსაზრება არა სულ კონფლიქტებში იყვნენ ისე დამკვეთებთან კი ქტეტორებთან სულ კონფლიქტებში და თვითონ ის მიქელანჯელოც სიქსტის კაპელას რო ხატავდა 4 წელი არავის არ უშვებდა და მე რომ ის პაპმა სილაც კი გააწნა უკმაყოფილო და მე გაიქცა სადღაც კი საერთოდ შეწყვიტა ეს რამდენჯერ ხარაშუდან გადმოვარდნილია საშინელი ტრამები აქვს მიღებული ხო მაშინ ეს დამკვეთის ნახვა არც ადვილი იყო მაგრამ მაინც იმდენად ეძებდა რაღაც ფორმას, რაღაც მიგნებას, რომ ეწელებოდა ეს. მე მესმის, რომ ისი რა, ეს ხანდახან არის ადამიანი, რომ გჭირდება დრო, რომ უფრო მეტად დაინახო ის ფორმა, ის ფერი. რასაც ხანდახან თანამედროვე ეკუპოკა ებძვის, მაგრამ ფაქტიურად ადამიანი არ არის შექმნილი დროის მარწუხებისთვის. ხო, ეგ მომენტია, ახლა ხო მაგეთკენ მემყავდა მეც და ანუ შეზღუდული ვართ დროში რა. კი. იმიტომ რომ რამდენი ცოტა შორის ეგ თქვა ლეონარდომ სიკვდილის წინ. რამდენი რამე მქონდა კიდე გასაკეთებელია. წარმოგიდგენია? მაგრამ დრო აღარ არის და ადამიანები ფენომენალური არსებები ვართ ჩვენ რა. ხო ეს ხო არის უკვე რომ დღეს ფსიქიკა როგორ მიდის რომ ეს TikTok ვიდეოები ხდება მაქსიმალურად პოპულარული რომ რაც უფრო მოკლეა ვიდეო ეს ჩვენი ახლა თანამედროვე თაობა უყურებს ძალიან გრძელ ვიდეოს უკვე ასკროლავს მოკლე ვიდეოში მომასწრო ნახვა ახლა ჩვენი საუბარი შეიძლება ზოგისთვის გრძელი მოეჩვენოს მაგრამ ჩვენ შევეცდებით მე რომ მოკლე საინტერესო ვიდეოებად TikTok-ზე დავდოთ. კარგი აზრით თქვი ხა შემიძლია მოვრჩეთ. რომ საშუალება გქონდეთ მსმენელებს რომ თავად მოახდინონ მე ინტერპრეტირება იმ აზრების რაც ჩვენ გავაჟღერეთ და მათი დამოკიდებულებები თვალსაჩინო ერთი ბარემ ხوار ვთქვათ ერთი კითხვასაც დავსვა აი ქალაქი ქონდა ესეთი პროექტი ქონდა თანამედროვე მოთხოვნები რაც არის ხო რომ საცობები ქალაქებში გადატვირთული ქონდა ურბანისტული პროექტი რომ ესტაკადების გაკეთებას ფიქრობდა ხო ისა ეგ ამ გონი ფიქრობდა ეს დონეებად ქალაქი უნდა დაეყო კი და იმის მაგალითად ეტლით მოსარგებლეს სხვა გზავნა ყოფილიყო ადამიანები და ასე შემდეგ და ჯერ კიდევ როდის 500 წლის წინ ფიქრობდა კაცი ამაზე კი აქედან ჩანს ხო მაგის დამოკიდებულება სამყარო ხო აი წინასწარმეტყველებას რო შევეხე აი ხედავდა რომ აქეთკენ წავიდოდა ხო ანუ იაზრებ ეს განჭრეტა ეს ძალიან საინტერესო მომენტია რა მეცნიერული ტვინით ბევრ რამეს სწორად ხედავდა და მე რა არის იცი როდესაც ადამიანი ინტუიციით რაღაცას უგრძნო წარმოსახვა ხო უფრო ძლიერია ვიდრე რეალური ცხოვრება
კი, ნამდვილად. და ბუნებრივია ამ წარმოსახვას რომ მე ხორცი ესხმება, ნუ რაღაც სრულყოფილებაა მე რა. კი. ასე რომ გვინდა ლეონარდო და ვინჩისნაირი ხალხი ახლა დღეს რომ ბათუმში საცობები განვითარდეს. წინასწარ რო ყოფილიყო ხანდახან ქალაქებში იგივე პრინციპით აშენებული, დღეს აღარ იქნებოდა პრობლემები. მოკლედ წავიდეთ ბოლოსკენ. გამოიწერეთ ჩვენი არხი. მომავალში ჩვენ გეგმაში გვაქვს ღიაცის ქვეშ უკვე პლენერზე გასვლა. კი. და იმპრესიონისტებზე. კერძოდ კლოდ მონე, რენუარი, პისარო და ასეთ ხალხზე საუბარი. და გეგმაში გვაქვს მასტერ-კლასიც, მოლბერტიც კონდეს თან და თან ხატვის პროცესიც. კი ბატონო. იმიტომ რომ ასეთი კომენტარიც მივიღეთ, რომ თუ შეიძლებაო რომ პერფორმანსი გააკეთოთ და სიამოვნებით შემოგთავაზებთ მაგას შემდეგ პოდკასტში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. კარგად ბრძანდებოდეთ. კარგად ბრძანდებოდეთ.